საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას ევროპარლამენტი რამდენიმე საათში უყრის კენჭს. რეზოლუცია კრიტიკულად აფასებს ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს და ოლიგარქიული რეჟიმის ანტიდემოკრატიულ და რეპრესიულ პოლიტიკას. რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას არ აღიაროს ქართული ოცნების ლეგიტიმურობა. დოკუმენტში ასევე მკაცრად არის დასმული ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები. ასევე სახელობითად არიან ჩამოთვლილები ივანიშვილის ოჯახის წევრები, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და რეჟიმის მაცოცხლებელი ბიზნესმენები, რომელთა დასანქცირებისა და შავსიაში შეყვანის საკითხი ასევე წამოყენებულია აღნიშნული რეზოლუციით. სტრასბურგში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ კოალიციად ცვლილებისთვის ლიდერები. ნინო სამყურაშვილი გვეტყვის რა განცხადებები კეთდება სტრასბურგში კენჭის ხმის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. დავიწყოთ იმით, რომ ეს არის მართლაც ყველაზე მკაცრი რეზოლუცია, რაც კი ევროპარლამენტს საქართველოსთან დაკავშირებით ოდესმე მიუღია. ევროპარლამენტს ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში რამდენიმე რეზოლუცია მიღებული აქვს, თუმცა ასეთი მკაცრი, ძალიან ხისტი პირდაპირი ნათქვამის სიტყვებით არ ყოფილა არც ერთი რეზოლუცია. უნდა ითქვას ის, რომ პირველ რიგში რითიც იწყება ეს რეზოლუცია არის შემდეგი რამ, რომ საქართველოს განვიხილავთ როგორც ქართული ოცნების უკანონო რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს, რომ სახელმწიფო საქართველოს ოლიგარქიულ რეჟიმს აქვს მიტაცებული და ახლა გამოსავალი ერთადერთი თუ კი რამე უშუალეს ამ ვითარებას, ამ პოლიტიკურ კრიზისს განუხტავს, არის რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არის საუბარი რეჟიმის პატიმრებთან დაკავშირებით, მათ შორის ნახსენები არის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის შიმშილობით 33 დღე არის დღეს და იქ პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სერიოზულ საფრთხეში და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება და გათავისუფლება უნდა მოხდეს არ მხოლოდ მზია ამაღლობლის, არამედ ყველა იმ რეჟიმის პატიმრებს, რომელიც ახლა საკანში ყავს გამომწყვდეული ოლიგარქიულ რეჟიმს, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საქართველოს ევროპული მომავალი სურთ. ამასთან ერთად რეზოლუციაში პირდაპირ წერია ის, რომ არ ცნობენ ოლიგარქიულ რეჟიმს როგორც ხელისუფლებად და ეს არის თვით გამოცხადებული ხელისუფლება. საუბარი არის იმაზე, რომ არ აღიარება ოლიგარქიული რეჟიმის უნდა გაგრძელდეს, არც მთავრობა, არც პრეზიდენტი მათი არ უნდა იყოს აღიარებული და ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საქართველოსი, რომელიც ყავს ქვეყანას, ეხლა ეს არის სალომე ზურაბიშვილი და შემდგომ, რა თქმა უნდა, ეს არის სანქციებთან დაკავშირებით საკმაოდ დაწვრილებით წერია ის თუ ვინ უნდა იყოს დასანქცირებული. 3 პუნქტი ეძღვნება სწორედ დასანქცირების საკითხს, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, გაგრძელებული მისი ოჯახის წევრებით, უახლოესი ნათესავებით, უახლოესი გარემოცვით და ამასთან ერთად პოლიტიკოსებით თუ მაცოცხლებელი ბიზნესმენებით, ასევე პროპაგანდისტებით, ტელევიზიებით, რომელიც სწორედ ოლიგარქიული რეჟიმის პროპაგანდირებას ახდენენ, მათი დასანქცირებაზეც არის პირდაპირ საუბარი სახელებზე და გვარებზე. ჩვენ ჩავწერეთ ევროდეპუტატები, რომლებიც მონაწილეობდნენ იმაში, რომ ასეთი ტექსტი ყოფილიყო და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ოლიგარქიული რეჟიმის მხარეს არის ახლა ის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოლიგარქიული რეჟიმი, რადგანაც ერთგვარად ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და ამასთან ერთად დღეს ევროდეპუტატებს აქვთ მოწოდება ბრიუსელის მიმართ საუბარია აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რომ მათ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები და ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ უფრო მეტად მკაცრები იყვნენ. ფიქრობ, რომ სამშაბათს გვექნება კენჭისყრა ამ რეზოლუციაზე. ეს არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული გზავნილი თბილისისთვის, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე მოძრაობდეს პოზიტიური მიმართულებით. პირიქით, დრაკონული კანონების მიღება და უფრო მკაცრი წესები შემოდის, მატულობს ძალადობა ქუჩებში. ამიტომ რეზოლუციას ქართული ოცნება სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. საგულისხმოა, რომ ამ რეზოლუციაში უვიზო რეჟიმიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ცეც ასოცირების ხელშეკრულებას ვაფორმებდით, დემოკრატიული კრიტერიუმების შესრულება ყველაზე მთავარი პირობა იყო. გარდა ამისა არის მოწოდება, რომ გადაიხედოს ეკონომიკური თანამშრომლობა. მთლიანობაში ეს არის ძალიან საგანგაშო რეზოლუცია და ბოლო გაფრთხილება, რომ გამოიღვიძონ და დაიწყონ მოძრაობა სწორი მიმართულებით. ბოლო რეზოლუცია მივიღეთ 28 ნოემბერს, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე კობახიძე გამოაცხადებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ და სანამ დემონსტრაციები დაიწყებოდა. ახლა კი ჩვენ ახალ რეზოლუციაში აღნიშნავთ, რომ სიტუაცია გაუარესებულია და ვახსენებთ ყველა იმ ძალადობას, რასაც ადგილი ჰქონდა, ასევე ადამიანებს, ვინც ეს ძალადობა საკუთარ თავზე გამოსცადა, მათ შორის ჟურნალისტებს. ასე რომ ეს არის სიტუაციის ძალიან ფართო შეფასება, რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, ზოგიერთი მათგანი
იგივეა, რაც წინა რეზოლუციაში იყო. პარლამენტისა და მთავრობის არაღიარება, რასაც ახლა პრეზიდენტის არაღიარებაც დავამატეთ. ახალი ასევე ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად და რა თქმა უნდა სანქციები, რომლებიც უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეს. ყველა მათგანი იქნება ნახსენების სახელებითა და გვარებით. ჩვენ ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, რომ სანქციები დააწესოს, რითაც უნდა მიბაძოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს. რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ახალ არჩევნებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ვთხოვეთ წევრ სახელმწიფოებს, რომ არ მოახდინონ ქართული ოცნების ლეგიტიმაცია. Our position is very clear. The position is ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად და რომ მისი შედეგები არ არის ლეგიტიმური, რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის აზრია. ამიტომ ეს შედეგები არის არაკონსტიტუციური. ქართული ოცნება წინა საარჩევნო კამპანიას ანტიევროპულ სლოგანებზე აგებდა. ეს კი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაიმართოს ახალი არჩევნები და თუ ქართული ოცნება თვლის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა, მაშინ მათ არაფრის უნდა ეშინოდეთ. ახალი არჩევნები უნდა გაიმართოს მიუკერძოებელი ორგანიზაციის ზედამხედველობით. ეს შეიძლება სულაც არ იყოს ევროპარლამენტი და იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაცია. მეორე საკითხია, თუ როგორ ექცევიან ოპონენტებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ახლა. როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, არ შეიძლება ოპონენტებთან ასე მოქცევა. და რეზოლუციაში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ის კანონები, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმი იღებს, არის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სურს ძალაუფლების გამტკიცება და ეს კანონები არანაირად საქართველოს წინ ვერ წაიყვანს და ევროპისკენ ვერც ერთ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს. ამასთან ერთად რეზოლუციაში საუბარი არის და მოწოდება არის ევროკავშირის მიმართ, რომ ის თანხა, რომელიც მთავრობისთვის უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, არ იყოს გამოყოფილი მათთვის და მოხმარდეს მედიის განვითარებას, თავისუფალი მედიის განვითარებას და ამასთან ერთად სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას და ყველაზე მთავარი არის ის, რომ საკმაოდ ვრცლად მიმოიხილავს იმას, თუ რა ხდება ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან, როგორ არის ძალადობა დღეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე და ყველა მათგანის გათავისუფლების მოთხოვნა. დღეს აქ ამ საბოლოოდ რეზოლუციის მიღებას დაესწრებიან ასევე ოპოზიციის ლიდერები საქართველოდან, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე იმყოფებიან სტრასბურგში, ისინიც იქნებიან აი ამ კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში და უნდა ითქვას ის, რომ მათი მხრიდანაც მოხდა დეტალური ინფორმაციის მიწოდება იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ არის პოლიტიკური კრიზისი და რა არის გამოსავალი. გამოსავალი მათთვისაც არის ახალი არჩევნები და მეორეს მხრივ ქართველი ხალხის მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან უფრო მეტი აქტიურობა ბრიუსელიდან, როგორც ევროკომისიიდან, ასევე ევროპული საბჭოდან იმისათვის, რომ ოლიგარქიულ რეჟიმს დაუწესდეს სანქციები და მიუხედავად იმისა, ბლოკავს თუ არ ბლოკავს უნგრეთი და სლოვაკეთი, დღეს სანქციების დაწესებას ევროკავშირი მაინც უნდა იყოს ქმედითი და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ყველაზე მძიმე რეზოლუცია, რაც კი ევროპარლამენტს მიუღია და სხვათა შორის არის ბრიუსელის აღმასრულებელი, ევროპარლამენტის აღმასრულებელი შტოს მიმართ საკმაოდ მომთხოვნი, მკაცრად და ხისტად, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. არის ნამუშევარი კარგი ოპოზიციის მიერ ერთობლივად, კაფიოდ ხაზგასმულია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს და აღიარება არ უნდა მოხდეს ტერმინოლოგიურ დონეზეც კი და მიმართვა არის ბრიუსელისადმი სწორედ ამ სახით. ასევე საუბარია იმაზე, რომ ჩაითვალოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად ქართველი ხალხის, ვისთანაც მოლაპარაკებები იწარმოებს სალომე ზურაბიშვილი, კრიზისიდან გამოსავლად და სხვა შორის წერენ არა მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისს, არამედ კონსტიტუციურ კრიზისაც, რაც ხას უსვამს ხელისუფლების მითვისების საკითხს ქართული ოცნების მხრიდან. საუბარია იმაზე, რომ ამის დასაძლევად ევროპული სტანდარტი მხოლოდ და მხოლოდ დაეთანხმება ახალ არჩევნებს, რომელიც იქნება მშვიდობიანი და თავისუფალი, რომელსაც ჩაატარებს ახალი და ნეიტრალური და მიუკერძოებული ადმინისტრაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი დაკვირვებით საერთაშორისო აქტორების. ჩვენი ფუნქცია რაც იყო ის, რომ ამ დოკუმენტში ერთი რომ არ გაპარულიყო რამე ისეთი, რაც ივანიშვილის რეჟიმს მიცემდა საშუალებას, რომ ეს პროპაგანდისთვის გამოეყენებინა. მაგალითად, სადმე რო ყოფილიყო თუნდაც ერთი ჩანაწერი და ირაკლი ყობახიძე მოხსენებული ყოფილიყო როგორც პრემიერ-მინისტრი, ხო წარმოგიდგენთ, რა იზავდა პროპაგანდა, რომ აღიარებენ რაღაც არჩევნების შედეგებს, ჩვენ ვაღიარებენ როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას და შემდეგ ამიტომ ეს იყო ყველა არ ვიცი 7-დან 5-ის გავლა მოგვიწია და მე იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან კომუნიკაცია, რომ მსგავსი რამე არ ყოფილიყო და ნახავთ, რომ არსად ეგეთი რაღაცა გაპარული არ არის. ირაკლი ყობახიძე საერთოდ პრეზიდენტზე და პარლამენტზე ბრჭყალებში თუ არის ჩასმული, რომ
ვითომ პრეზიდენტი და ვითომ პარლამენტი ყობახიძეს საერთოდ რეგალები მოუხსნეს და უბრალოდ ირაკლი ყობახიძეს ეძახიან მთელ რეზოლუციაში, რომ არ ტიტული არ აქვს საერთოდ, უბრალოდ ირაკლი ყობახიძეა. მეორე რაც ჩვენს მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ყოფილიყო ადეკვატურად ასახული და ნახავთ, რომ იქ ბევრ პარაგრაფში არის ამაზე საუბარი, მათ შორის ზიამაღლობელი ცალკეც არის გამოყოფილი, ცალკე ჩაიწერა ამაზე, რომ ევროკომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის ადეკვატური იმ რეალობისა, რომელიც არის საქართველოში დღეს შექმნილი და რომ დასაშქარებელია რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ევროპარლამენტის მხრიდან ერთიანი დოკუმენტი უკვე არსებობს. ამ დროისთვის რაიმე შესწორებები ევროპარლამენტის საიტზე ამ დოკუმენტთან დაკავშირებით არ იძებნება, თუმცა თუ შესაძლოა იყოს ერთი-ორი შესწორება და რაიმე მაინც დაემატოს, თუნდაც ის, რომ მაგალითად სია, რომელიც არის დასასანქცირებელ პირთა სია და რა მოწოდებაც აქვს ევროპარლამენტს შემდეგ უკვე ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების მიმართ, რომ დასანქცირებულები იყვნენ ოლიგარქიული რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები, ბიზნესმენები თუ პროპაგანდისტები, შესაძლოა რამდენიმე გვარი და სახელი დაემატოს, თუმცა ამ დროისთვის რაიმე შესწორება ევროპარლამენტის საიტზე, როგორც გითხარით, ჯერჯერობით არ იძებნება. საქართველოს თბილისის დროით უпростоრად 3 საათის შემდეგ, დღის 3 საათის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში იქნება უკვე კენჭისყრა და დიდი ალბათობით ეს დოკუმენტი უპრობლემოდ იქნება მიღებული, რადგანაც ევროპარლამენტში ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მუშაობს, მხარს უჭერს ამ რეზოლუციას და პირიქით მათი მოთხოვნაც არის ის, რომ უფრო მეტად მკაცრი უნდა იყოს როგორც ევროპარლამენტი, ასევე ევროკომისია, ევროპული საბჭო საიმისოდ, რომ ოლიგარქიული რეჟიმის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს იმის გამო და იმ პოლიტიკური კრიზისის გამო, რაც დღეს საქართველოშია.